ჩვენ ბრუნდებით ეთერში, ეს არის სპეციალური რეპორტაჟი. პრობლემამ ალბათ ზუსტად იმდენია, რამდენიც დევნილი. ამ პრობლემების მოგვარების ოპტიმალური გზა კი დეოკუპაციაა, თუმცა მანამდე დევნილები კონკრეტულ დახმარებას საჭიროებენ იმისათვის, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად იქცნენ. სწორედ ამ თემებზე სპეციალური რეპორტაჟი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. მოგესალმებით ბატონ ნიკა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დევნილების თემაზე თქვენი გამოსვლები, მათთან თქვენი შეხვედრები არც თუ ისე ხშირად გვინახავს და არც თუ ისე ხშირია. ხომ არ არის ეს საკითხი ერთგვარად თქვათ, ხომ არ აჩენს კითხვას, რომ ნაკლებად აქტუალურია თქვენთვის ეს თემა, ან თქვათ უბრალოდ ნაკლებად ინტერესდებით ვართან შეხვედრით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. არა, რა თქმა უნდა ესე არ არის, პირიქით დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ დევნილებისთვის საუკეთესო პირობების შექმნა. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინდა გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში არაფერი არ კეთდებოდა ამ მიმართულებით. ბოლო 15-18 წლის განმავლობაში არაფერი არ კეთდებოდა ამ მიმართულებით. საერთოდ თვითონ პრობლემა არ არსებობდა კიდევაც. ის პირობები, რაშიც დევნილები ცხოვრობდნენ, ამაზე არავინ არ ფიქრობდა, თითქოს ესეთი შთაბეჭდილება რჩებოდა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში შეუმუშავეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მივდივართ და ეს არის ნამდვილად ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. საქართველოში არის 80,000 დევნილი ოჯახი. როგორია სახელმწიფოს ხედვა მათ მომავალთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ამ დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ჯარის მიერ, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში. თუმცა მანამდე, სანამ ეს მოხდება, ჩვენი მიზანი არის, რომ შევუქმნათ კარგი საცხოვრებელი პირობები ამ ადამიანებს. ის ჩვენი მიზანი არის ის, რომ ისინი იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ის პროცესი, რაც დავიწყეთ ბოლო წლების განმავლობაში, დავიწყეთ ფართების დაკანონება, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანები ცხოვრობდნენ საკმაოდ რთულ პირობებში, მათ არ გააჩნდათ არანაირი საკუთრება და ჩვენი მიზანია, რომ მათ გაურემონტოთ ეს ფართები და დაუკანონოთ ეს ფართები და მათ ისინი ჩამოაყალიბოთ ამ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. ბატონ ნიკა, დევნილებისათვის ბოლო პერიოდში საკუთარი სახკარის დაკანონების პროცესმა საზოგადოებაში გააჩნია ერთგვარი კითხვა და ეს კითხვა შემდეგნაირად ჟღერს. დევნილებისათვის სტატუსის მოხსნა ხომ არ შექმნის, თქვათ, სამომავლოდ პრობლემებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პროცესში? ეს რამოდენჯერ თქვი, მე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არ აქვს ადგილი აქ სტატუსის მოხსნას, არც ერთ შემთხვევაში. პირიქით, ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, არანაირად არ შეუშლის მომავალ მათ დაბრუნებას და აქ სტატუსს საერთოდ არ ლაპარაკი. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ დროებით ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ მათი დაბრუნება მოხდება, პირიქით მოხდეს მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ის რომ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ძალიან რთულ პირობებში, ყველა მიცის, ჩვენ ახლა რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ იმას, რომ ზოგ შემთხვევაში ვარემონტებთ ამ შენობებს, უკანონებთ, ანუ ამ ადამიანებს უჩნდებათ კერძო საკუთრება. ეს აქამდე მათ არ ქონდათ. და ესეთი ადამიანები არ არის ცოტა. ესეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია უკვე, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში რეალურად საკმაოდ დიდი დაბიჭები გადავდგეთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დევნილთა განსახლების პროცესი, ეს ზოგადად პროგრამა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ხშირად საკმაოდ მტკივნეულ ხასიათს იღებს და საკმაოდ ბევრი ხმამაღალი გამონათქვამი და შეფასება ჩდება ამ თემაზე. ჩვენ სიუჟეტში ვნახეთ, რომ რამდენად მძიმე სურათს იჩენს გარკვეულ სიტუაციებში დევნილთა გამოსახლების პროცესი. თავისი მდგომარეობით კმაყოფილი დევნილიც ხშირად ჩვენ არ შევხვედრია. აი ამ თემაზე როგორი იქნება თქვენი კომენტარი? პირველ რიგში მე ვერ დავარქვევდი ამას გამოსახლებას და გეტყვით რატომ. გამოსახლება არის ადამიანს რაღაც საკუთარი სახკარი ქონდეს და იქიდან ვიღაცას გაყავდეს. არა, ესე არ არის. ჩვენი მიზანი სულ სხვა არის და ჩვენ სულ სხვა მიმართულებით მივდივართ და შემდეგი არის ეს მიმართულება. ჩვენ უკანონებთ ამ ადამიანებს იმ ფართებს, რაც ისინი ცხოვრობდნენ ბოლო 10-15-20 წლის განმავლობაში. ისინი აქ ცხოვრობდნენ და სინამდვილეში მათ საკუთრების ხდება არ გააჩნდათ. და ესეთი დაკანონების ფაქტი არის უკვე 25,000-ზე მეტი. ჯამში 30,000-მდე ოჯახს აქვს მიღებული ან კომპენსაცია, ან დაკანონებული აქვს უკვე ფართი. და ეს მოხდა მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს არის სადღაც 80,000-მდე ადამიანი, რომელსაც ან მიეცა კომპენსაცია, ან ფართი დაკანონდა. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი რა არის? რომ არავინ არ დავტოვოთ უსახლკაროდ. აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩვენ გამოყავს იმ დროების შესახლებებიდან, რომელიც იყო საბავშვო ბაღები, სადაც აუცილებელი იყო გაგრძელებული იყო მათი ფუნქციონირება, სკოლები, ჩვენ სკოლების გარეშე ხო დავტოვებთ ამა თუ იმ რაიონს. შესაბამისად, ამ დაწესებულების ფუნქციონირება უნდა გაგრძელებული იყო და ჩვენ ეს ოჯახები გამოვიყვანეთ და პირიქით მათ ვაძლევთ სხვა ადგილებში სახკარს, უკანონებთ ამ სახკარს და ყველას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს თუ საჩვენე წასვლა.
თუმცა ალბათ ეს არ იქნება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რადგან დევნილებისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემად მაინც რჩება, თქვათ, ახალი განსახლების ადგილებში შემდეგ დასაქმების თემა. დასაქმების თემა, რა თქმა უნდა, როგორ კომფორტულ პირობებში თავმოყოფოთ, მაინც დასაქმება მათთვის ერთ-ერთი დასაქმების თემა და რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი პრობლემა არა მარტო დევნილებში და შორის, არამედ საერთოდ ჩვენი საზოგადოების, ეს არის ის მიმართულება, რაც ეკონომიკური გუნდი ყოველდღურად მუშაობს, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაოების ადგილების შექმნა ჩვენი ნომერი 1 პრიორიტეტია. ჩვენ რაც შეეხება დევნილებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისეთი ადგილებში მოვახდინოთ მათი ჩასახლება და ის ადგილებში მოვახდინოთ ბინების შესყიდვა მათთვის, ან სახლების შესყიდვა მათთვის, რაც შესაძლებლობა ექნებათ მათ ან სოფლის მეურნეობაში დასაქმდნენ, ან მაგალითად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ან ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში. ანუ აი ესეთ ადგილებშიც ვცდილობთ, რა თქმა უნდა, რომ დევნილები გადავიყვანოთ, იმიტომ რომ მათ უფრო გაუმარტივდეთ სამუშაო ადგილების პოვნა. ბატონო ნიკო, ჩვენი საუბრის ბოლოს მე მაინტერესებს, ეხლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის დევნილებიც, რა არის საქართველოს მთავრობის მეთაურის მთავარი მიმართვა და სათქმელი მათთვის? რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მათი ცხოვრება არის დალხენი ცხოვრება. ძალიან კარგად გვესმის, ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ეს ცხოვრება და ვერ ვიტყვი, რომ დევნილები ამ შემთხვევაში დღეს არიან მაყოფილები იმით, რაც მათ აქვთ. მაგრამ ერთი რამე გასათვალისწინებელი. 90-იანი წლებიდან მათ შემდეგ, რაც ეს პრობლემა არსებობს, ამ პრობლემისთვის თვალი არავის არ გაუსწორებია და ამ პრობლემაზე სერიოზულად არავის არ უფიქრია და არანაირი სერიოზული გეგმა აქამდე არ არსებობდა. არანაირი მოძრაობა, მოქმედება ამ პრობლემის გადასაწყოთ არ ყოფილა. ჩვენ დღეს დავიწყეთ, დღეს არა, რამოდენიმე 1-2 წლის წინ დავიწყეთ ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა. რაც რა თქმა უნდა იქნება შეფერხებებით, რა თქმა უნდა იქნება სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ მთავარია ჩვენ კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია და ამ კონკრეტულ გეგმას კონკრეტული შედეგი აქვს უკვე. და ეს შედეგი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, შედეგი არის ის, რომ 80,000-მდე დევნილს აქვს უკვე დაკანონებული ან ფართი მას საკუთრება გააჩნია, ან მიღებული კომპენსაცია, რაც არ არის მცირე შედეგი ამ პატარა დროისთვის, რაც ჩვენ ეს ახალი პროგრამა წარუდგენთ საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის, მე წარმატებას გისურვებთ ამ პროცესში. სპეციალური რეპორტაჟი შეეცადა ამ თემის გარშემო არსებული თემები და რეალობა შეძლებს დაგვარად სრულად გადმოეცა თქვენთვის, თუმცა კადრს მიღმა რჩება საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელია და იმედია საერთო ძალისხმევით დევნილებისათვის ტკივნეული პრობლემები დარეგულირდება. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ამ ადამიანების საკუთარ მშობლიურ სახლებში დაბრუნება და ქვეყნისათვის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ასეთი იყო დღევანდელი სპეციალური რეპორტაჟი. მომავალ შაბათამდე გემშვიდობით. ნახვამდის.